თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვე რჩება. ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა კი ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე კატეგორიულად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ახლები გამორიცხავენ. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად ოპოზიცია აზრს შეიცვლის და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, ვის დაასახელებს უმრავლესობა მერობის კანდიდატებად შიდა ქართლის რეგიონში. სხვადასხვა წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით კი გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან ამჟამინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე იქნება, რასაც თავად არც უარყოფს და არც ადასტურებს. მერებისა და საკრებულოების არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს 64 მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს. ამის დადასტურება ამ ეტაპზე ფიზიკურად შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ არის ჯერ დრო დარჩენილი. ქართული ოცნების გუნდი იმუშავებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და შეარჩევს ღირსეულ კანდიდატს. თქვენ გქონდათ მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდთან? ამ ეტაპზე ამ საკითხით ნაკლებად არის რაღაცა მოლაპარაკებები, თუმცა ნახოთ, მომავალი გვიჩვენებს რა როგორ გადაწყდება, ვისაც შეარჩევენ, დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეული კანდიდატი იქნება. ჩემი შემოთავაზება რაც იყო, რომ დღეს მოვსულიყავი ქალაქში, გადამებარებინა ის საკითხები, ეს ნიშნავს იმას, რომ მზაობა არის ვიმუშაო ქალაქში, ვიყო იქ, სადაც ჩემი გარემოა და შესაბამისად რაც კი რამე გამოწვევები იქნება ამ საკითხებს გულისყურით მივადენოთ თვალყურს და ბოლოში გავიყვანთ ამ საკითხებს.